მოგესალმებით. მე არჩილ მაისურაძე ვარ, რაღაცის ავტორი. დღეს მინდა გიჩვენოთ და გაგაცნოთ სოფელ რუსიანის ისტორიული ძეგლები. ვინც თბილისიდან თელავში ერთხმაინც ნამგზავრი ხართ გომბორის გავლით, აუცილებლად გაივლიდით სოფელ გომბორს. სოფელი რუსიანი სწორედ გომბორის ჩრდილოეთით 2 კილომეტრში მდებარეობს. რამდენიმე ისტორიული ძეგლია იქ. ერთი ციხეც უნდა იყოს. მოკლედ წავიდეთ. ამოვედი რუსიანში. არც ისე დიდი თოვლი დამხვდა აქ. აი შეხედეთ. ესეთი სილამაზეა აქ. ესეთი საყვარელი ზოგადად მიგება. მოკლედ მოვაგენი აი პირველ ეკლესიას. ეს არის წმინდა გიორგის ეკლესია. აი დაგვიდით, ეს არის დასავლეთ ფასადი. აი ქვემოთ შესასვლელი ყოფილა. უკვე მიწით არის დაფარული. მოკლედ გეტყვით ამ ეკლესიის შესახებ. ეს არის გვიან შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია. ტაძარს ხედავთ რა ძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ ჯერ კიდევ შემორჩენილია ესეთი ძვირფასი მოხატულობის ფრაგმენტები. ეს არის საკურთხევლის აფსიდი. აქ გამოსახულნი არიან დიდი ალბათობით ეკლესიის მამები. აი იქ საკურთხევლის სარკმლის თავზე არის ასომთავრული წარწერა. დიდი ალბათობით ის ეკუთვნის ტაძრის ამგებს, ქტიტორს. მოხატულობის მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი დასავლეთ კარის თაღშიც. წმინდა გიორგის ეკლესიიდან ჩრდილო დასავლეთით რამდენიმე მეტრში მდებარეობს აი ეს ციხე, რუსიანის ციხე. აი ეს იქნა ავძვრით ახლა. აი აქ. აბა ავიდეთ ზემოთ, ნახოთ რა ხდება. ციხე დანგრეულია იქ. აი აქ აქვს ესეთი სათოფური. აი ესენი კი აი იქითაც არის ხედავთ. ესენი დიდი ალბათობით არის სართულშორის გადახურვისთვის საჭირო მორებისთვის. ციხე პატარაა, დიდი არ არის. აი გადავინაცვლოთ იქით. იქით ამ მხარეს არის ეკლესია. აი კიდევ ერთი აქეთ. აქეთ არის ეკლესია, ციხის ეკლესია.
ეს უშუალოდ ეკლესიის საკურთხეველია. დიდი ალბათობით ეკლესია მოხატული იქნებოდა, ვინაიდან შემორჩენილია ნალესობის კვალიც. ასეთი შენიერი ეკლესია. ეს კი კოშკი. კიდევ ერთი ეკლესია უნდა ვნახო. ადგილის დედის სწორედ მაგ სახელწოდებით არის ცნობილი. ვნახოთ ახლა იგიც ავიდეთ, აქვეა გორაზე. აი ასეთი პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევია. ადგილის დედა, სწორედ აი ასე ქვია ამ ტაძარს. დიდი ალბათობით თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით. მოვიარეთ რუსიანი, ნახეთ ძალიან საინტერესო ეკლესიები, ციხე. ნახოთ. შემდეგ რაიმე უცნობ ძეგლს გაგაცნობთ ისევ. მომავალ შეხვედრამდე. მოკლედ კი დაგემშვიდობეთ, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და კიდევ ერთი ეკლესიის ნახვა გადავწყვიტე. სოფელ გომბორის სამხრეთით ტყეში ერთი ეკლესიაა, მეგულება დანგრეული და ის უნდა ვნახოთ და იმასაც გაჩვენებთ. სადღაც იქით ვიყავი, აი რუსიანი მანდარი. მე აღწერაში დავტოვებ ყველა ძეგლის კოორდინატს და მსროლებს შეგიძლიათ შემდეგ ამ კოორდინატების საშუალებით ნახოთ ეს ძეგლები. აი ასეთი ტყეა და ამ შუა ტყეში ესეთი ცუგა. საიდან მოვიდა. აი ეკლესიასთანაც მოვედი. აი ასეთი ნანგრევია მეგობრებო. ხოლოდ საკურთხევლის აფსიდის მცირე ნაწილია შემორჩენილი სამწუხაროდ. აი ახლა კი ნამდვილად გიმშვიდობებით. აბა კარგად.